ორი ბედი. ჩვენ ერთად დავიცავთ საჩისგან და სატიასგან. რა მოხდა? რატომ ტირი? ბედნიერი ვარ. რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი. დაბუ დავიბრუნე. იცი დაბუ. გუშინ წინ ღამით ვლოცულობდით. ღმერთს მევედრებოდი, რომ ჩემთვის გზა ეჩვენებინე. ჯერ ამას ზარმა გამამხნევა. ახლა შენ გამომიწოდე მეგობრობის ხელი. არაფერი შეცვლილა. სრულიად არაფერი. როცა ტირი ცხვირი გიწითლდება და სასაცილოდ გამოიყურება. ცხვირი ახლაც გაწითლებული მაქვს? ხო. სარკე რომ იყოს გაჩვენებდი სახე როგორ გაგიწითლდა. მაიმუნს გავხარ. კარგი, წავიდეთ. არავინ დაგვინახოს. ხამემშვიდობის. კარგი, ტაპო. მითხარი უერს როგორ დავეხმაროთ. როგორ? ცოტა მაცალე და მოვიფიქრებ. ასე უცებ შეუძლებელია. ჯერ ისიც კი არ ვიცით რა აქვთ ჩაფიქრებული. მაგრამ შენ ხომ იცი? დაპასია, შეუდარებელია. წავიდეთ. ძილინებისა. რა ხდება? ასე გაბრაზებული რატომ ხარ? მასზე ასე რატომ წოხარ? როგორც ხედავ, ჩვენი ოჯახი საერთოდ არ აინტერესებს. რამეში ვწდები?
არა. როგორ შეიძლება შენ და დადაჯი რამეში სცდებოდეთ? რა სიტყვი? შენ საყვარელ რძალზე. სად იყო? პუჯას დროს. მითხარი. ერთხელ მაინც ელაპარაკე მას? შეეკითხე რამე? ის თვითონ უნდა მოვიდეს და გვითხრას სად იყო. წესია ასეთი. კარგი. რადგან ასე გინდა, ხვალ მე თვითონ მივალ და შევეკითხები. ასე რომ დამშვიდდი. მიდი დაიძინე. დამშვიდება შენ გჭირდება გულმანტი. ეს შენ ცხოვრობ დრამატულ სამყაროში და არა მე. დივია, საჭმელი გამიმზადე? ხო. დაიგო, შენს გაკეთებულ საჭმელს სულ სხვა გემო აქვს, ჭამით ვერ ვცხები. ხო, მართლაც, ყველაფერი გემრიელია. თითებს ჩაიგვნეთ ისეთი. ჯოგი, პური ხომ არ მოგიტანოთ? მეყოფა, ეს ჩემთვის საკმარისია. დამინი, იჩეს სანახავად მიდიხარ? დივია, დაგავიწყდა რომ დამინი დღეს ოფისში მოდის. მეგონა ხუმრობდი. დამინი და ოფისი? აქ სახუმარო არაფერია. დღეს დამინის ოფიციალურად გავაფორმებთ. და საქმესაც შეუდგება. პუშკარ. მეტა ვინმე მიცოდეს რა ბედნიერი ხარ. კი, მაგრამ მეგონა. ხომ გთხოვე გადაწყვეტილება მიგეღო. არ მეგონა თუ სერიოზულად ამბობდი. დამინი შეძლებს პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას. შეძლებს ჯოგი? როდესაც ავად გავხდი. ან შენ კიბიდან რომ დაგორდი. დამინიმ თავის მოვალეობას არაჩვეულებრივად გაართვა თავი. ოდესმე სხვაგვარად მოხდა რა? დამინიმ ყველაფერთან ერთად ჩემი სიძის გადაჭარბებული სიყვარულიც მოიპოვა. ახლა ჩუმად ვიქნები და სეირით დავტკბები. კარგი. რადგან გადაწყვეტა, ყველაფერი კარგად იქნება. თაკორაინ. დილით სახლის საქმესაც მოვასწრებ. სახლის საქმეზე ნოიდარდებ დამინი. კარგად ვიცი ჩემს სახლს როგორ მივხედო. შენ სადაც გინდა იქ წადი. დამინი. ოფისში როგორ წახვალ? ავტობუსით. მეც ოფისში მივდივარ. შეგიძლია ჩემთან ერთად წამოხვიდე? არა, საჰიბ. თვითონ წავალ. ხომ გითხარი? მეც ოფისში მივდივარ. ჩემთან ერთად წამოდი. რამე პრობლემა გაქვს? თუ არ უნდა, რატომ აძალებ? დიახ, საჰიბ. მე თვითონ წავალ. დივია, დღეს ოფისში მისი პირველი დღეა. არ მინდა დააგვიანოს.
ერთად წავიდეთ. დამინი. დამინი სამსახურში წავიდა. არ შეგიძლიათ ვინმე პასუხი გამცეთ. ყველას სათითაოდ უნდა მოგმართოთ? ამ სახლში ყველა ზარმაცია. მუშაობა არავის ნებავს. არ მინდა შენი დახმარება. წადი აქედან. გერიდება პუშკა. მეტად უნდა გაბოროტდე. जीजी და ये क्या हालत बना რა रखी დღეში है ხარ? चलिए छोड़िए შეეშვი დავაგებას. როჰინის ვეთქვი და ყველაფერს ის მიხედავს. हम ठीक है भाई კარგად ვარ. हाँ ठीक है კარგად როგორ ხარ? თვალებს ვერ ვუჯერებ. जरा देखिए अपनी შენს तरफ। თავს შეხედე. बिखरे हुए თმა बाल, გაწეწილი, साड़ी में इतनी სარი सिमटे। დაჭმუჭნილი. बुरा मत मानिएगा აშკარაა जीजी। რომ თავს ცუდად გრძნობ. हमने तो შენთვის आपको აქამდეც არ იყო पहले ही समझाने की შეუმჩნეველი. कोशिश की थी რასაც लेकिन ახლა आपने შენი თვალით ხედავ. अब खुद ही როგორ आपने अपनी आंखों შეიძლება से देख लिया მოახლე खली कैसे दिया वो सखली नौकरानी सब घर की गदाई मालकिन थी। बनी बैठी है आपने देखा नहीं सुबह ხომ ნახე ამ დილით कैसे वो महारानी जी ძვირფასი სარით कड़क साड़ी საფულით पहने ხელში हाथ में पर्स लिए როგორ დაგვემშვიდობა टाटा बाय बाय და कहती შენს जीजी ხმართან के ერთად साथ ოფისში चली गई। წავიდა. और आप ხომ ნახე? हमसे तो სიმართლე ऐसे देखा გითხრა, नहीं जाता მიჭირს जीजी। ამის ყურება. ერთი कैसे უბრალო नौकरानी ने მოახლე घर की मालकिन ამ को სახლის დია नौकरानी სახლისად बना दिया। იქცა. भाई ძმაო, हम अपने მე घर का ჩემი काम ოჯახის საქმეს ვაკეთებ. और घर ეს का კი काम სულაც არ करने से ნიშნავს कोई იმას, რომ नौकरानी მოახლე नहीं ვარ. बन जाती और बाहर ჩემ का काम სახლში करने से कोई დია माल სახლისობაში ვერავინ შემეცილება. जी დაიკო. रस्सी მგონი चल गई, მივახციე იმას, რაც მინდოდა. पर बल नहीं गया ძალიან კარგი. अब इसी रस्सी में ჩემ ამ ცდელობამ थोड़ा ნაყოფი बल გამოიღო. हम डालेंगे और हम ही इसमें მაპატიე आग დაიკო. लगाएंगे რაქნას საბრალო პუშკარმა. अब क्या करे მას बेचारा पुष्कर თავისი და კი भी უყვარს. अपनी მაგრამ जीजी თუ से დასჭირდა, प्यार ही इतना करता है შეუძლია कि वक्त მისი आने पर ოჯახური उसी के ბედნიერებას गृहस्थी კი में आग დაანგრიოს. लगा दे არა, बहुत पुष्कर. कमीना है तू पुष्कर ძალიან ბოროტი ხარ. सुधरेगा შენი नहीं। გამოსწორება შეუდარებელი. ყველანი აქ ვართ. ლალა არ მოსულა? आया माई इधर აქ ვარ დედა, ძალიან მშია. भाई बहुत भूख लगी ძალიან. დაპასია შვილო. დაჯექი. დიახ. क्या है ना საუზმე რა გვაქვს იჭა? ალო პარატა.
सत्या სატია, प्रेजेंटेशन პრეზენტაცია მზად არის? Yes, sir. დიახ, სერ. बिल्कुल ყველაფერი მზად არის. Thank you. მადლობ. დაბასია. რა ლამაზი ყელსაბამი გიკეთია? საიდან? ეს? ლონდონში ვიყიდა. მოგწონს? შენ შეგიძლია შეიძინო. როგორ? გუშინ ინტერნეტიდან შევიტყვე, რომ ლონდონში საიუველირო ნაკეთობების გამოფენა ეწყობა. ასე რომ სულ დამავიწყდა. შენ ხომ ვიზა არ გაქვს? है ना ასეა? სამკაული მაშინ ჩანს ლამაზი, როცა პატრონიც ლამაზი ხავს. और हाँ თუ გინდა और जब कहने हो რომ तो ლამაზი სამკაულები კონდეს, აუცილებლად კოლექციიდან უნდა შეიძინო. შენ დაუირი რომ წახვიდეთ ლონდონში, क्यों नहीं चले जाते लंदन მაგრამ लेकिन तुम იქ ერთი ყელსაბამისთვის ხომ არ წახვალთ? თანაც უირი დაკავებულია. უამრავი საქმეები, შეხვედრები. თავის საქმეებს ხომ ვერ მიატოვებ სამკაულების გამო? लंदन लेकर जाएंगे მაპატიეთ. Of course. დიახ, რატომაც არა? Why not? რატომაც არა? मैं इच्छा को लंदन जरूर ले जाऊँ. იჩას აუცილებლად წავიყვან ლონდონში. और सिर्फ და არა მხოლოდ ლონდონში. मैं इच्छा को მე და იჩამ სოფლიოს გარშემო ვიმოგზაურებთ. लेकिन მაგრამ ახლა არ შემიძლია. जब तक ფაბრიკა ამუშავდება თუ არა, მაშინ ვეწავთ. तब तक हम रुक नहीं जा सकते. लेकिन თანაც უკვე ვიცი როგორ უნდა ამოვიცნო ბრილიანტი. और अब तो मुझे असरों? डायमंड की भी परख हो गई है. So we'll buy the best. საუკეთესოს ვიყიდით.
საჰიბ, हम कहाँ जा სად रहे हैं? მივდივართ? ये ამ रास्ता გზას तो ოფისთან არ ऑफिस नहीं მივყავართ. जाता। იჩესთან მივდივართ? मैं जा रहा ასეა. क्यों მისი ნახვა ხომ გინდა? नहीं जानना चाहते ना इसका जवाब თუ რატომ მივდივართ მასთან? नहीं जाएगा। ამას იქ გაიგებ. მამა მოვიდა. მამა? წამოდი. ფრთხილად. पापा მამა? अम्मा ამო, कैसे हैं როგორ ხარ? შვენივრად. पापा მამა, आप აქ საიდან გაჩნდით? როგორ? არ მაქვს უფლება ჩემი შვილები მოვინახულო. क्या რა हुआ ხდება, पापा მამა? हमसे कोई რამე ხომ არ गलती हो गई? შემეშალა? नहीं बेटा არა შვილო, कोई गलती नहीं არაფერი შექშლია. आप दोनों को झूले საქანელაზე ხელი-ხელ ჩაკიდებული რომ დაგინახეთ, हाथ में हाथ रखे თქვენი ბავშვობა გამახსენდა. हमारे आंखों के सामने თქვენი ბავშვობა बचपन की იჩა და ტაპასია. छाता თქვენ ხომ एक दूसरे განუყრელნი იყავით. कभी गलत नहीं हो सकता ერთმანეთს ვერაფერი გაშორებდათ. दो सहेलियां გახსოვთ? საქანელაზე ერთად याद है ना საათობით ისხედით घंटों झूले पर बैठकर და ღმერთმა იცის, რაზე ლაპარაკობდით. क्या बातें क्या करती थी იცი, მამა, अब हम იჩკი და ტაპასია ისევ მეგობრები არიან. बचपन की ბავშვობის पक्की მეგობრები. सहेली। चलिए ना წამოდი, पापा, მამა. अंदर चल के შიგნით बात შევიდეთ करते და हैं। ვისაუბროთ. हाँ पापा ხო, მამა. चलिए წამოდი. पापा ამო, आज अचानक कैसे आना ასე हुआ? უაცრად აქ რამ მოგიყვანეთ? आज बहुत დღეს जरूरी काम რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. लेकिन उससे მაგრამ पहले आप მანამდე अपने მინდა अम्मू को ამოს डॉक्टर विश्व წარმატებები უსურვოთ. რა? अचानक რომელ წარმატებებზე ლაპარაკობ?
ჯერ უსურვეთ და მერე გეტყვით. ठीक है კარგი. गुड लक წარმატებებს გისურვებ, ამო. წარმატებებს გისურვებ, ამო. अब बताइए ახლა ना გითხარი. आज हम დღეს आपकी თქვენი ამო जिंदगी की एक नई ახალ शुरुआत ცხოვრებას იწყებს. आज आप დღეიდან თქვენი ამო कैंटीन შვენი में ოფისის बनकर სასადილოს მენეჯერია. მართლა? მართლა, ამო? हाँ ხო, मैंने बताया तो მართლა ასეა. यहाँ წარმატებებს გისურვებ, ამო. बेस्ट ऑफ लक अम्मू ამო, გილოცავ. कांग्रेचुलेशन საუკეთესოს გისურვებ. शुक्रिया बेबी მადლობ, დაპასია. अरे ამო, तू फिर से შენ रो ისევ रही დირი? है अरे अरे। नहीं बस ऐसे მიხარია. ओ ორივეს ასე ბედნიერს რომ გხედავთ. दो खुशियाँ एक दा- साथ मिल गई तो ამიტომ წამოდი, ამო. चल अम्मू შიგნით შევიდეთ. სად? चल चल, ना नहीं სხვა დროს देर იყო हो जाएगी სიჩქი. हिचकी, मुझे ახლა जाना है। წასასვლელი ვარ. अम्मू ამო, एग्जाम გახსოვს სკოლის პირველ დღეს? ან გამოცდების დღეს ტკბილ ხაჭოს გვაჭმევდი ხოლმე. अरे पर არა, შულა. ხო, წამოდი. ამო, შენ და დედა კონკურსზე ისე არ მიშვებდით ტკბილ ხაჭოს თუ არ შევჭამდი. हाँ ხო, बेबी जी დაპასია, მაგრამ पर मैं მე माँ დედა ვარ და हूँ। ეს मेरा तो ჩემი काम ვალი ही იყო. ये है। पापा მამა, अब ამო, आप შენ अम्मू მაინც को უთხარი समझाइए। დამე. მიდი. आदम დამინი, आज आप हमारी დღეს უფლება არ გაქვს ჩემს ბილი ხაჭო შეგაჭამო. और वैसे भी आप इतनी თანაც डरी हुई हैं ის ये ენერგიულობ, तो लगता ფიქრობ, है आपको तो მათგან आशीर्वाद भी लेना კურთხევაც चाहिए, უნდა हैं? მიიღო. हिचकी იჩკი, तू შენ სამზარეულოდან ხაჭო და შაქარი हम გამოიტანე अभी და სამლოცველოსთან მიდი. ठीक है ჩვენც ახლავე მოვალთ. წამოდი, წამოდი. पप्पू დაპო, क्या हुआ बेटे რა ხდება შვილო? बात क्या है बेटे რა მოგივიდა? फंसिया დაპასია. अब रो क्यों रही ტირი? क्या बात है რა გჭირს? अब रो क्यों რატომ रही ტირი? ხანდახან მგონია რომ საერთოდ არ გიყვარვარ, მამა. მე შენი შვილი არ ვარ? बेटे შვილო, ऐसी बात नहीं ამას როგორ ამბობ? იმ დღეს ჩვენთან ყოფილხარ. მაგრამ აქედან ისე წახვედი რომ არ ვნახე. ეს რომ გავიგე, გული ძალიან მეტკინა. გასაგებია რომ ჩემზე ნაწყენი იყავი. ამის მიზეზიც ჰქონდა. იმ დღისით მე და უირი რესტორანში დაგვინახე და ამიტომ გაბრაზდი ჩემზე. მეორე დღეს მოხვედი. იჩენახე, მე კი არა. იმ დღეს რესტორანში იჩეს გარეშე რომ დამინახე, ამიტომ მიბრაზდები? ასეა? მამა, მე შვილად აღარ ვთვლი? როგორ არა შვილო? अब तो हमारी შენ ჩემი პრინცესა ხარ, हमारी गुड़िया है ჩემი დედოფალი. है ना
საკმარისია. बेटे कुछ ცოტა გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. लेकिन आज მაგრამ आप दोनों ახლა ერთად რომ დაგინახეთ, गलतफहमियां दूर हो गई ჩემთვის ყველაფერი გასაგები გახდა. დღესაც ისევე გიყვარვარ, როგორც ბავშვობაში გიყვარდი. მითხარი, მამა. करते थे ये क्या რა დაგემართა? आपने मूवी ამას რა შეკითხვა უნდა? हम आपको მე बचपन से ახლა უფრო მეტად მიყვარხარ. पूछे ვიცი რატომ? რატომ? क्योंकि बचपन იმიტომ რომ ბავშვობაში სულ გვერდით მყავდი. जब हमारा मन करता था आपसे როცა მომინდებოდა, მოვიდოდი და მოგეფერებოდი. लेकिन ახლა კი अब हम იშვიათად გნახულობ. ზოგჯერ ძალიან მენატრები ხოლმე შვილო. მიყვარხარ, მამა. მეც მიყვარხარ. क्या हुआ რა ხდება? क्या हुआ რა ხდება? बदमाश შეცელქო. ये ले გამომართვე. तुझे सारी कामयाबी ღმერთმა ხელი მოგიმართოს. जैसे तूने როგორც აღწოვლიდი, वैसे ही მამას पापा को ოფისაც offer ისე करना। მოუვარე. फिर लोग कहेंगे ხალხი იტყვის, कि इतना იჩა fancy სასადილოს manager მენეჯერის दामिनी დამინის की შვილია. დამინი და მენეჯერი. ღმერთო შენ გვიშველე. ესე იგი პუშკარს მართალი უთქვამს. დამინი. ეს რა მესმის? ჯოგის ოფისში იწყებ მუშაობას. ჰანანი. ამო მამას ოფისში იწყებს მუშაობას. वहाँ पे नाश्ता სამზარეულოში खाना კერძებს बनवाएगा। მოამზადებს. კარგად ვიცი. როცა ამო პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს, तो उसे अच्छी ასრულებს तरह से კიდეც. निभाती है। और देख ნახავთ თანამშრომლები როგორი კმაყოფილები დარჩებიან. का खाना खा के खुश हो ამოს जाएंगे। მომზადებული საჭმელი ძალიან მოეწონებათ. შენი შვილი ბოლო დროს ძალიან გაუზრდელდა. შეკითხვა შენ დაგისვი. პასუხს კი ის მცემს. გამარჯობა. როგორ ხარ? შვენივრად თავად. კარგად. დამინის ბედმა გაუღიმა. წარმატებას უსურვებ. საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს. მაგრამ დივიამ რა უნდა ქნას? ვინ დაეხმარება? სახლში უამრავი საქმეა. ამაზე ხომ მაინც უნდა გიფიქრე. ნანი, अम्मू घर ამო में სახლის संभालेगी, საქმესაც მოასწრებს და ऑफिस भी ოფისშიც संभालेगी। იმუშავებს. है ना ხომ ასე ამო? შენს ამო სათი ხელი კი არ აქვს. ყველა საქმე ერთად რომ აკეთოს. ნანი, თქვენ ვერ გაიგეთ. ამო თაკურაინსაც მიეხმარება და ოფისის სასადილოშიც იმუშავებს. იჩა, შენ ნანის ტყუილად ელაპარაკები. მე ავუხსნი. ნანი, ეს გადაწყვეტილება მამამ, დედამ და ამომ ერთად მიიღეს. ესე იგი ჯერ კარგად მოიფიქრეს და მერე გადაწყვიტეს. წახან მამამ ითხრა, რომ დამინის ოფისის სასადილოს მართვა ევალება. იქაურობას მასავით ვერავინ გაუძღვება. हमारे लिए ही अच्छा है ना თანაც ხომ იცი, ამოს ანგარიში არ ეშლება. ჩემი და იჩას ჯიბის ფულს ყოველთვის ის განაგებდა. როცა ფულს უსარგებლოდ ხარჯავდი, ყურს მიწევდა და მარიჯებდა. हम तो कान भी पकड़वाती थी
სხვათა შორის დღეს ამო სამსახურში პირველად მიდის. ამიტომ კარგად უნდა გამოვყვებოთ. ამოს ტკბილ ხაჭოს ვაჭმევთ და ჩვენგან კურთხევასაც მიიღებს. დაპუშვილო, შენი საუზმის დროა. წავალ მოგიმზადებ. ჯოგი ახლავე დავბრუნდები. ნანი, წამოდი ამო, ოფისში გვაგვიანდება. მოიცა, ასე ვერ გავუშვებ. ამო, ჯერ პირობა უნდა ჩამოგართვა, რომ პირველ ხელფასზე წვეულებას მოგვიწყო. ოთხივეს. ხო, ოთხივეს. იჩა, ამო, მე და ამის შვილიშვილი. ძალიან უყვარს ნაყინი, ბევრ ნაყინს შეჭამს. आइसक्रीम खाएगा ये რა თქმა უნდა, ტაპასია. სატიასგან შეტყობინება არ მოსულა. გეგმა რომ სისრულეში მოეყვანა, აუცილებლად დამირეკავდა. შურისძიება? შურისძიებაზე ლაპარაკობ. დღეს უვირისთვის მძიმე დღეა, შესაძლოა უმძიმესიც. დღეს ის სატიას გეგმის მსხვერპლი გახდება. ფიქრობ, ტაპასიამ რაღაც გაიგო. რათოდ? არც მომწერი, არც დამირეკე. დღეს უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. დღეს არ უნდა შევხვედროდით. მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს აუცილებელია. ფიქრობ, უნდა იცოდე გუშინ რაც მოხდა. რა მოხდა? გეგმამ წარმატებით ჩაიარა? არა. გუშინდელი გეგმა ჩაიშალა. რა მოხდა? იჩა. იჩა? არავინ იცის საიდან შეიტყო ჩვენი გეგმების შესახებ. მისტერ რათოდ. იჩა საშიში გახდა. სადაც არ უნდა წავიდეთ. ის მუდამ ჩვენ შორის დგას. ესე იგი ტაპასია არაფერშუაშია? ტაპასია რატომ გაიქცა უირის საშუალებით? რა გუმარჯოს? სატიამ რომ გაიგოს, მისი საიდუმლო ტაპასიამაც იცის. შეიძლება მას რამე ამნოს. მაგრამ ამის უფლებას არ მივცემ. არ დავუშვებ, რომ ჩემს სიახს და ტაპასიას რამე დაუშავდეს. უირი არ მაინტერესებს. როცა მას ყველაფერს დავართმევ, ტაპასია თვითონ მომრჩენთან. მე არაფერი მაკლია. არც ფული, არც ფუფუნება. ტაპასია მჭირდება. რათოდ რა ხდება? მართალია გეგმა ჩამეშალა, მაგრამ არაფერია. კიდევ მოვიფიქრებ რამეს. მალე დაინახა უირის ხელებზე ბორკინებს. სულ მალე ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. აინახა. ასე იქნება. ღმერთო შენ გუშველე. მოდი მასუჯი, დაჯექი. რა მოხდა? არც კი ვიცი როგორ გითხრა.
რა მოხდა? ბევრი რამ მოხდა. ადიდებულმა განგამ წაგვლეკა. არ მეტყვი რა ხდება? რა მოხდა? რომ გაიგებ, შოკში ჩავარდები. დილიდან ჩვენთან დამინი იყო მოსული. დამინი? ისე მოვიდა და წავიდა რომ არ ვნახა? ჩემთვის არავის უთქვამს აქ თუ იყო. შენ რატომ გნახავდა? აქ იმიტომ მოვიდა რომ თავისი გოგოსთვის კარგი ამბავი ემცნო. კარგი ამბავი? ღმერთო შენ გვიშველი. ამ დედაშვილის ურთიერთობამ ლამის ყველას გული აგვიჩუყოს. ის ვირთხა დედამის ტკბილ ხაჭოს აჭმევდა. კი, მაგრამ ისეთი რა მოხდა, რომ ტკბილი ხაჭოთი გაუმასპინძლდა. მეტი რაღა უნდა მომხდარიყო. ჩემმა სიძემ დამინი ოფისის სასადილოში მენეჯერად დანიშნა. რა? მენეჯერად? დამინი? უნდა გენახა თავი როგორ ეჭირა. თაკურ საჰიბმა დამინი თავისი ოფისის სასადილოს მენეჯერად დანიშნა? მერე თაკურაინს სახლის საქმეს ვინ გაუკეთებს? ვინ? საქმეც ეგ არის. არც ჩემ შვილს ესმის ამ ცხოვრების რამე და არც ჯოგის. დამინი ორივემ თავზე დაისვა. თუმცა ის ხომ უკვე მოახლე კი არა დედოფალია. ჩემი შვილიშვილიც სიხარულისგან გადაირია. დამინი კი ორიოდე ცრემლს გადმოაგდებდა და დივიას და ჯოგის გულს მოულბობდა. იცი როგორც მოიქცეოდა. ეგ სიმართლე თქვინანი. რა მეთოდითაც იჩას ჩემი შვილი ყავს გამოჭერილი, დამინიც იგივე მეთოდს იყენებს ჯოგისთან. იჩას რამს გადმოაგდებს და უირიც იმას აკეთებს, რაც მას უნდა. საქმეც ეგ არის გუნვანტიჯი. რომ დღევანდელ დროში გადაჭარბებულ სიკეთეს კარგი არაფერი მოაქვს. ის ვირთხაც და დამინიც ამით სარგებლობენ. ხომ დაინახეთ იჩამ როგორც კი ტაპასიას ყელსაბამი შენიშნა, ისე დღეში ჩავარდა რომ უირი მზად არის ყელსაბამის საყიდლად ლონდონში წავიდეს. სად გაგონილა ქმარმა სამსახური მიატოვოს და ცოლის ნებასურულზე აქეთ-იქით ირბინოს. ასეთი რამე მომხდარა? მითხარით გუნვანტიჯი. მართლაც. ღმერთო შენ გვიშველი. დაბიო ყოველთვის მდაბიოდ რჩება. ვინ იცის წინ კიდევ რა გველოდება? მართალი ხარ. ღმერთო შენ გვიშველი. ასე რომ მამა ჩვენს მიერ ჩადებული ინვესტიციის სარგებელი 5-ჯერ მეტ მოგებას იძლევა. სათიაშვილო რას ამბობ? არ მგონია საქმე მთლად ასე იყოს. ნახე, აქ რაღაც უზუსტობებია. ეს მხოლოდ ფაბრიკის ღირებულებაა. მაგრამ ტექნიკური მხარეებიც ხომ გასათვალისწინებელია. ხო, მამა, ეს მართალია. რა თქმა უნდა. ისმინე შვილო. ყველა საქმეს რისკი ახლავს თან. აქ კი რისკები საერთოდ არ არის გათვალისწინებული. შვილო, მე ძველი თაობის კაცი ვარ, მაგრამ იმდენი მაინც ვიცი, რომ არსებობს რაღაც ისეთი, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. როგორც კი რაიმე შემაფერხებელი გარემოება თავს იჩენს, ინვესტორები თავს იკავებენ. შენ შეიძლება გგონია, რომ ანგარიში შედგენილია და გამორიცხულია,
देखो मुझे लगता है राइमे कि इस रिपोर्ट में გაუთვალისწინებელი მოხდეს. सारे მაგრამ एस्पेक्ट्स ოქტომბერი वेरिएबल्स को कंसीडर नहीं किया ინვესტორებისთვის इन्वेस्टमेंट के हिसाब से सबसे ყველაზე खतरनाक სარისკო महीना თვეა. है अक्टूबर हाँ कमोवेश तो სიმართლე გითხრა, सारे महीने रिस्की होते हैं ყველა თვე სარისკოა. जैसे कि მარტი, აპრილი, जून მაისი, ივნისი, जुलाई, ივლისი, मई აგვისტო, अगस्त სექტემბერი, იანვარი, ნოემბერი फरवरी და კიდევ नवंबर और हाँ თებერვალი. बच्चा გამომწა რამე? მამა მაგარი ხარ. बाबा वैसे მამა, სანამ თქვენ ჩვენ გვერდით ხართ, თქვენი გამოცდილება მუდამ წაგვადგება და შეცდომა არ მოგვივა. हम कोई गलती कर ही नहीं पाएंगे. और बाबा მამა, वैसे भी თქვენ आप ხომ აქ იმისთვის ხართ, რომ დაგვეხმაროთ. अरे हाँ एक चीज तो मैं आपको დამავიწყდა ერთი რამ მეთქვა. हमने ტექნიკა, რომელიც ჩვენი ფაბრიკისთვის შევიძინეთ, 5-0-იან გარანტიას იძლევა. भाई ये तो हम नहीं არ ვიცი შვილო. Baba, მამა, technology के ტექნოლოგიურ საკითხში შეგვიძლია თავდახუჭული ვენდოთ. ამაზე ჩვენთან ერთად और फिर हमारा ჩვენი პარტნიორიც ზრუნავს. हमारा profit რადგან ჩვენი მოგება, მისი მოგებაა, ჩვენი ზარალი კი მისი ზარალია. ხომ ასე ასადია? बिल्कुल რა თქმა უნდა. तुम्हारे पिता მამა की შენი बात बिल्कुल აბსოლუტურად მართალია. सही। पर क्या ნახლა რა უნდა ვქნა. अंधी सांची नहीं საჭი კი არა, ბრმა შენ ხარ უირ. देख नहीं पा रहे იმდენს ვერ ხვდები, რომ შენი დანაკარგი तुम्हारे नुकसान में ही मेरा फायदा है ჩვენი მოგებაა, और तुम्हारे ჩვენი დანაკარგი კი मेरा नुकसान შენი მოგება. მოხვედი. ძალიან დაღლილი ჩანხარ. एक कप कॉफी ერთ ფინჯან ყავას თუ დავლევ, დაღლილობა მაშინვე მომეხსნება. ახლავე. აი, ალბათონი მენეჯერიც მოვიდა. अब तो इनके लिए ყავა მასაც ხომ არ უნდა მოუმზადო. დამინი, दिव्या დივია, दामनी से შეეკითხე მაინც, როგორი იყო მისი პირველი სამუშაო დღე. जाते वक्त რომ იცოდე როგორ ნერვიულობდა. ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, საჰიბ. და კიდევ और हाँ बेबी დაპასიასი და იჩკის. მათ ხომ ტკბილი ხაჭო მაჭამეს. अरे შენთვის არ მithkoms, რადგან ვიცოდი, რომ अगर तपस्या से ეთყოდი. तपस्या के და लिए ეს भेज देते სიურპრიზი აღარ सरप्राइज कहाँ იქნებოდა. रहता हाँ ठकुराइन დიახ, დაკურაინ. მართლა ძალიან მეშინოდა. डरी हुई थी मेरे तो ხელფეხი მიკანკალებდა. მე ტაპასიამ და იჩკიმ ტკბილი ხაჭო მაჭამეს და თავი უკეთ ვიგრძენი. तब जाके कुछ बात बनी დღეს პირველი დღე იყო. और आप तो जानते ხომ იცით, სამუშაო გამოცდილება საერთოდ არ მაქვს. तो ვიფიქრე, სამსახურზე უარი მეთქვა, მაგრამ और आपको पता है დღეს ტაპასიამ და आज बेबी जी იჩკიმ और ორივემ इसकी दोनों बहुत დამინი.
შეგიძლია ეს მერეც მოგვიყვე. तपस्या के ჯერ ჯოგის ყავა მოუტანე. დიახ. რა თქმა უნდა. ახლავე. დივია. მოусმინე მაინც. რამხელა სიხარულით გიყვება. შემიძლია მერეც მოусმინო. დამინი. დიახ. ყავა. დიახ. ახლავე მოვიტან. დამინი. არ გინდა. ბატონო. ამ სახლში სხვა მოსამსახურეებიც არიან. და? რა მოხდა? თაკურაინ. ყავას ახლავე მოგიმზადებთ? არ გინდა დამინი. რას ამბობთ, ახლავე წავალ და მოვამზადებ. შენ ოფისიდან მოხვედი და ძალიან დაღლილი იქნები. წადი დაისვენე. ყავას მე გავაკეთებ. მიდი. კინა გაცხელდა პუშკარ. ჩაკუჩის სუბუქი მოქნევად საკმარისი იქნება, რომ რკინა შუაზე გაიღოს. ლონდონი საიდან მოიგონე? ეს ყელსაბამი მართლა ლონდონიდან ჩამოიტანე? გაგიჟდი? ეს აქ ვიყიდე დედასთან ერთად. სპეციალურად თქვი, რომ უირი აქედან რამდენიმე დღით გავარითოთ. ეს ამიტომ მოვიფიქრე. მეგონა უირი ულაპარაკოდ დაგთანხმდებოდა. Man की मशीन में हुआ रही था। कहा भी ऐसे हमें लगा वीर फट से मान जाएंगे, लेकिन वीर भी ना झट से डर मुझे कितने नहीं है? क्या नखमारम कॉफी को? मेरे रा? तो क्या? लंदन शी वीर था नेस्टेड गामी शुभदी? जाने देती? Of course जाने देती। रत्न गागी शुभदी? दर दिस मिंदारो मुइरी रामदेनी में खिच आखली दंत आविदेस। მაგრამ არ გამოვიდა. რა ხდება? ასე რატომ მიყურებ? ჩემ ზოლდაპოს ხედავ. იმ ტაპუს, რომელმაც ძალიან დიდი სიხარული მომიტანა, როდესაც ჩემს კაბას ჯიბეები აკლდა. ტაპუს, რომელიც ყველა ჩემს სიხარულს და ოცნებას იზიარებდა და ყოველთვის ყურადღებით მისმენდა. გახსოვს ერთად თევზებს რომ ვიჭერდით? გახსოვს ტაპუ? ეს დღე არ დამავიწყდება. და ჩუმად რომ ვუსაფრდებოდით. ეს დღე გახსოვს? ჩემი მეგობრების გულისთვის ქუჩაში ერთად რომ ცეკვავდით. იმ დროს მზად ვიყავით ერთმანეთისთვის ყველაფერი გაგვეხო. მე მამა გაკვეთილებს მიხსნიდა.
შენ კი ამოსძილის პირულზე იძინებდი. გახსოვს, როგორ მენატრება ჩვენი ბავშვობა. რა ლამაზი ბავშვობა გქონდა. როგორი უდარდელი. რა იქნებოდა სულ პატარები ვყოფილიყავით. ხო. როდესაც ვიზრდებით ბავშვობას ვივიწყებთ. როგორ ფიქრობ, ბიჭკი? მე შევიცვალე? ჩემი ბავშვობა მენატრება. ის წლები ერთად რომ ვერთობოდით. ცელქობდით. როცა რამეს ვაშავებდით, ერთად რომ გვტუქსავდნენ. მე არა მხოლოდ ბავშვობა, მეგობარიც დავკარგე. მეგობარი, რომელიც მოცემულ პირობას მტკიცედ იცავდა. ამას რა დამავიწყებს? ცხოვრებაში მეგობრობა ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ მე აღარ მყავს მეგობარი. უფრო სწორად უნდა მეთქვა, რომ მე დავკარგე მეგობარი. बहुत जरूरी होता है लेकिन იჩა მე არც ისეც უდივარ. გეთანხმები, რომ ჯიუდი ვარ. მაგრამ იმ დროს ჩემი გაგება არავის უცდია. დამიჯერე. მე არც ისეც უდივარ, იჩა. ერთ მხარეს ჩვენი მეგობრობა იდგა. მეორე მხარეს კი მეორე მხარეს ჩემი მშობლები. არ მინდოდა შენი დაკარგვა, მაგრამ არც ის მინდოდა, რომ ჩემს მშობლებს ის სიტყვა და სიყვარული, რომელიც მე მეკუთვნოდა, სხვისთვის გაეყოთ. ოჯახში, სადაც ორი ბავშვია, მშობლების მიმართ ხშირად ეჭვიანობენ. შენც კარგად იცი, რომ ამის გამო ბავშვები ხშირად ჩხუბობენ. თუმცა მე ყოველთვის მადანაშაულებდნენ. ცხოვრებაში ბევრი რამ დავკარგე. მამის სიყვარული. ჩემი საუკეთესო მეგობრის სიყვარული. მაგრამ ახლა ძალიან მეშინია. ძალიან მეშინია, იჩკი. ახლა ხომ კვლავ ძველებურად მეგობრობთ. ჩვენ ისევ საუკეთესო მეგობრები ვართ. საუკეთესო მეგობრები. იჩკი და ტაპუ. ნუტირი. ნუტირი. თუ იტირებ, მეც ვიტირებ. და ცხვირი ისევ გამიწითლდება. კარგი, აღარ ვიტირებ. მაგრამ არ ჩენ იტირო. თორემ მაიმუნს დაემსგავსები. მაპატია. ცოტა სენტიმენტალური გავხდი, იჩკი. იჩა, გისმენ?
სანამ ერთად ვართ, ვერავინ მოგვერევა. გახსოვს ჩვენს ბავშვობაში. დედას და მამას. ლალის შესახებ როგორ გავაგებინეთ სიმართლე. გახსოვს? საჭის და სატიას აღვაც ერთად უჩვენებ ცეირს. მათ ნამდვილ სახეს ერთად ავხდით ფარდას. ჰოიჭკი. ყველას ვუჩვენებ თუ რამ ხელა ძალა აქვს მეგობრობას. თუ ერთად ვიქნებით, ვერავინ დაგვამარცხებს. ასე რომ დღეიდან ვიწყებთ ჩვენი მისიის შესრულებას. ვიწყებთ. მისვინე. პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ ეს ხალხი საიდან და რა მიზნით მოვიდა აქ. იჭკი. შესაძლოა მათ ოთახში რაიმე ხელმოსაჭედი ნივთი ვიპოვოთ. ახლა სატია ოფისში უნდა იყოს. ხომ ასეა? ოფისშია? მაგრამ საჭირო სახლშია? მე აქ არ ვარ. მაგაზინოვე. ოთახიდან გამოვიყვან და რაღაც საქმით დავაკავე. იქამდე სანამ ჩხრეკას არ დაასრულებ. რომ მორჩები დამირეკე ან მომწერე, კარგი? ასე რომ საქმეს შევუდგეთ. საჭის და სატიას წინააღმდეგ ბრძოლა დაწყებულია. დღეს მიყვება. ამ ოჯახზე შური როდის ხა უნდა ვიძიოთ? როდის დადგება ის დღე, როდესაც უირი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება? როდის? როდის დადგება ის დღე? ღმერთო. საჭი. დიახ. ჩანდა დაო, შემოდი. ტელეფონზე გირეკავდნენ. მირეკავდნენ? მაგრამ ბაია ჩემს მობილურზე რეკავს ხოლმე. ქალაქის ნომერი არავისთვის მიმიცია. მე რა ვიცი. მიდი თვითონ ნახე. ერთ დღეს უირმაც ქალაქის ნომერზე დაგირეკა. წავიდეთ? კარგი. მაჰარაიმ. ხოლო დალი, ბრინჯი, ბოსტნეული სალათი გააკეთა და წავიდა. არც კი იცის, რომ სამხარი და სადილი ერთმანეთისგან განსხვავდება. აქ ყველა ზარმაცია. მუშაობა არავის უნდა. თავის ემტკივალ ამის გამისკდეს. შეეშვი. ხომ გითხარი დახმარება არ მინდა. შენ ოფისში მუშაობ. ბევრი საქმე გაქვს, დაიღლები. არა თაკურაინ. მუშაობა არ მღლის. 9 საათში საჭმელი მზად იქნება. თქვენ წადით და ისვენით. თავით გკივათ. რომ იმუშაო თუ არ ესა დაგკივდებათ. შეეშვი. თაკურაინ. მომისმინეთ. თქვენს ოთახში წადით. ჩაის იქ მოგიტანთ და თავის ტკივილის წამალსაც დაგალებინებთ. ასე თუ გააგრძელებთ, ღამით აღარ დაგეძინებათ. მომეცით. თქვენ წადით. წადით. დიახ.
გისმენთ? გონი გაითიშა. फोन कट हो गया ჩანდა დაო. ვინ კითხულობდა? पता არ नहीं ვიცი. ხმაური ისკოდა, ალბათ იქ ბევრი ხალხი ირეოდა. बार वाली जगह होगी इसीलिए अरे तो फिर सुनाई भी नहीं दे रहा था पता नहीं किसका ღმერთმა होगा იცის ვინ იყო. खैर წამოდი, चलो मैं ოთახში तुम्हें कमरे में აგიყვან. छोड़ देती हूँ लो ისევ लगता है რეკავს. फिर से आ गया। მიდი უპასუხე. हेलो გისმენთ? हेलो გისმენთ? हेलो ალო? हेलो ალო? სესტრაფო მანქანის ხმა. საავადმყოფო? हेलो ალო? मैं გისმენთ? बोल रही हूँ მე საჩი ვარ. हेलो कौन बोल रहा है ალო? საჩი ვინ არის? ალო, ცუდად მესმის. ალო? საჩი თქვენ ხართ? დიახ, მე ვარ. თქვენ ვინ ხართ? कौन बोल रहा है ალო? ठीक से ცუდად सुनाई नहीं მესმის. दे रहा है। ალო, სატია თქვენი ძმა? დიახ, სატია ჩემი ძმა. თქვენ ამბობთ, რომ სატია თქვენი ძმა? ვინ ბრძანდებით, რა ხდება? ალო? हेलो ალო? हेलो ალო? हेलो क्या გესმით ჩემი? चंदा दीदी ჩანდა დაო. फोन आपने उठाया था ना არ იცით ვინ რეკავდა? मैंने ყურმილი მე არ ამიღია. वो तो ტაპასია მაიღო. დაო. मैंने მე ის გითხარი, რაც ტაპასიამ თქვა. ის ამბობდა, ხმაურია, არაფერი მესმისო. ტაპასია სად არის? ახვავე დავუძახებ. हाँ მე მეძახდი? बुला रही थी რა ხდება? क्या हुआ რა მოხდა? मेरे लिए ვიღაც फोन მირეკავდა, था არა? ना? हाँ ხო, था तो ჩანდას დავაბარე, რომ შენთვის გადმოეცა. लेकिन हमने चंदा दीदी को सब कुछ बता दिया था ხო, उन्होंने მან კი बताया, მითხრა, पर- მაგრამ ძალიან ცუდად ისმოდა. किसी से सुनाई नहीं दे रहा था ვიღაც მეკითხებოდა. वो სატია ჩემი ძმა? सत्या मेरे तू भाई आ रहा। है कि नहीं वो फोन कहाँ ვინ से था იცის საიდან დამირეკეს? जाने क्यों लग रहा था ვიფიქრე, რამე ცუდი ამბავი ხომ არ არის მეთქი. სასწრაფო მანქანის ხმა გავიგონე. ხომ არ იცი საიდან დარეკეს? არაფერი უთქვამთ? हाँ ऐसे ही कुछ ო, आवाज რაღაც हमने भी ასეთი सुनी। ხმა მეც გავიგონე. कोई სასწრაფო urgency में დახმარებიდან ხომ phone არ आया था। დარეკეს? हाँ, कोई ვიღაც और ქალი थी। მეკითხებოდა. पूछ रही थी სატია कि ჩემი ძმა თუ არა? वो सत्या मेरी भाई है कि नहीं Oh my God ღმერთო, कहीं სატიას ხომ सत्या जी को არაფერი तो कुछ नहीं დაემართა? हुआ? God, ღმერთო. oh God, არა, नहीं नहीं არ მინდა ცუდზე ფიქრი. मुझे कुछ बुरा नहीं सोचना სატიას चाहिए ახლავე დავურეკა. मैं सत्या भैया को भी ტელეფონი फोन ოთახში लगाती დავტოვე. हूँ। मैं अपना फोन तो कमरे में ჩანდა ही भूल დაო, गया है। წამეყვანე. चंदा दीदी अरे შენს ოთახში ადი და თუ वापस კიდევ कमरे में დარეკეს जाओगी, ჩამოდი. आओगी अगर तब तक दोबारा करगी? फोन आ गया तो ხო, चंदा दीदी ჩანდა ये დაო, लीजिए। გამომართვი. आप ना मेरे ჩემი फोन से, ტელეფონიდან डायल დარეკე და करके საჩის दीजिए ना მიეც. चाची को
დაკავება. मैं भी तो यहाँ से მეც აქედან ვცდილობ სატიასთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ ვუკავშირდები საჭი. एंगेज तो आएगा ही ना साची ისევ ვცადე, ჩანდა დაიკო. फिर से ट्राई करो ისევ ვცადე, შეიძლება დაირეკოს. ღმერთო, कहीं कुछ იმედია ცუდი არაფერი მომხდარა. ისევ დაკავება. क्या हुआ არა უშავს. फिर से लगा ისევ ვცადე. საჭი. भैया ძმაო, შენი ტელეფონი. მადლობა. უერსინგ ბუნდელა. მეიფერის სასტუმრო. გუშინი სასტუმრო უერმა დაჯავშნა. მაგრამ ეს წერილი საჭის ოთახში რატომ ინახება? मुझे तब ახლავე ტაპასიას ვაჩვენებ. საჭი რა ხდება? साची तुम इतना घबरा ასეთი შეშინებული რატომ ხარ? मैं तुम्हारे सामने შენთან ვარ, არაფერი მომსვლია. ძმაო, ტელეფონზე დარეკეს. ძალიან შევშინდი. არაფერი მომსვლია. हाँ हाँ ऐसा ო, რაღაც უცნაური ზარი იყო. საჭი, ვფიქრობ, ვიღაცას შენი შეშინება უნდა და की कोशिश कर रहा है शायद ალბათ სატიას მტერი ხარ. दुश्मन हो जो ტერი? हमारा ის შეიძლება იყოს. कोई ალბათ ნომერი შეეშალათ. अभी तो ठीक से აქ არავის कुछ ვიცნობ. लोगों से तो როგორ შეიძლება दुश्मन कहाँ से आएगा? ტერი მყავდეს? არ ვიცი. იქნებ გაიხსენო. नहीं არა, कोई दुश्मन არავით არ იმტერი. साची საჭი, मैं तुम्हें कमरे में წამოდი छोड़ दूं? ოთახში აგიყვან. फिर मुझे कुछ სასწრაფო जरूरी საქმე काम है। მაქვს. चलो წამოდი. Excuse me. მაპატიეთ. ღმერთო, ნეტავიჭკიმ ჩემი შეტყობინება თუ წაიკითხა. ისევ მიწერ. ახლა რა ვქნე? ამას დავიღებ, დაპოს ვაჩვენებ და დავბრუნდები. वापस रखी जाऊंगी დაპოს შეტყობინება. საჭი და სატია ოთახში ამოდიან. ღმერთო, როგორ მოვიქცე? अब मैं क्या ღმერთო, რა ვქნე? आप ठीक तो है ना ხომ კარგად ხარ? हाँ साची मुझे ხო, कुछ საჭი არაფერი მომსვლია. मेरी चिंता मत ჩემზე ნუღელა.
ვინ იცის ვინ მირეკავდა? ღმერთო, საჩი და სატია მოდიან. რა გავაკეთო? ძმაო, ვინ შეიძლება გემტერებოდეს? ან ვის შეიძლება ჩემი შეშინება ნდომოდა? ვის ძმაო? საჩი, ვიცი ვინც არის. ვინ? იჩა? იჩა, აქ რა საკეთებ? რა ხდება? आप यहाँ क्या कर रही थी? მობილური ტელეფონი დავკარგე. და და აქ მოსადებნად შემოვედი. შენს მობილურს აქ რა უნდოდა? इस कमरे में სხვაგან ვერ სადიპოვე. अच्छा अच्छा კარგი, კარგი. इसलिए अब यहाँ ფარდის უკან იმიტომ მიმალებოდი, რომ ტელეფონი მოგეძებნა? क्या სხვათა შორის. वैसे ये एस- आपका अपना घर है ჩვენი ოთახია. आप तो როცა მოგესურვებთ, მაშინ შემოდიხართ და გადიხართ. Kyo? რატომ? გამოდი. მაგრამ ძმაო, იჩას არ აქვს უფლება ამ ოთახში როგორც ქურდი ისე შემოვიდეს. წარმოიდგინე, ეს რომ უირმა, დედამ, ან დადაჯიმ გაიგონ. რას იფიქრებენ? როგორ ფიქრობ? საჩი, ოდესმე თქვენს ოთახში გასაქურდა ჩამოსულა? საჩი, კარგად იცი. ავარიის შემდეგ სინათლე რომ დაკარგე შენ გამო როგორ ვინერვიულე. დაგავიწყდა ის დღე. ჩემ გამო ნუღელავ საჩი. იმაზე იფიქრე, რა მოხდება.
როდესაც დედა, დადაჯი და უირი გაიგებენ, რომ ბრმა არ ხარ. იმაზე იფიქრე, რომ ყველას ატყუებ. იმაზე იფიქრე, თუ რა მოყვება ამას. ამიტომ ჩემზე ნუ ნერვიულობ. შესთავზე იფიქრე. ეს ჩემი სახლია. აუხსენი სატიაჯი, რომ ჩემ სახლში სადაც მინდა იქ შევა. ასე არ არის? სატიაჯი. მითხარით. გონი მართალი ვარ. სატიაჯი. अरे იშა, ნუ გეწყინება. მე მხოლოდ ვიხუნდე. მეგობრებს შორის अब ყველაფერი दोस्ती में ხდება. इतना हंसी मजाक तो चलता है ना აქ საწყენი არაფერია. საჩი. იჩა. იჩა. აქ ხარ? तू यहाँ है დედა, მას შეგახსენა, რომ დროა წამალი დამალევინო და წვენი მომიტანო. हमें जूस पहुंचा दो कभी-कभी ზოგჯერ მგონია ასე სპეციალურად იქცევი. შევიბრად იცი, რომ წამალს დროზე თუ არ დავლევ, შეიძლება ავად გავხდე. खराब हो जाएगी აქ დგახარ და ლაპარაკო. თითქოს ჩემზე ძალიან ზრუნავ. ახლა წავალ, მაგრამ დედას რა ვუთხრა? ძალიან გაბრაზებულია. მიდი რამე მოიფიქრე. जा जूस लेकर დედასთან თავი როგორ უნდა იმართლო? देख क्या კარგი, წადი, წვენი მაინც მომიტანე. हमारे पैर दर्द हो रहे रस में कोरब, खुद ही दादी। लेकर आ जाते तुम्हें कहने की नौबत მე नहीं आती ფეხი მტკივა, თორემ თვითონ წავიდოდი. अब मैं अभी लेकर კარგი, आती ახლა მოგიტან. चोरी ღმერთო, რა ზარმაცია. მაპატი, really sorry ალბათ ფიქრობ, ტიჩას ასე რატომ ვექცევი? अच्छा के साथ ऐसा बर्ताव क्यों कर रहे हैं दरअसल სიმართლე ऐसी बात გითხრათ, नहीं। არც მთლად ასეა საქმე. हम जानते ვიცი, हैं ის आपके თქვენი दोस्त हैं, მეგობარია, მაგრამ लेकिन वो भी მის छोटी ასეთ मोटी აქციელ და गलतियां ძალიან कर रहे थे, ბრაზდები. तो हम थोड़े से მართლა गुस्से ძალიან वाले। მწუხარ. पर वो კარგი, თქვენ समझते हैं। დაისვენეთ. I'm really sorry हम चले უკაცრავად. आप आराम कीजिए მე წავალ. अरे हाँ მართლა, वो दादाजी ჭადრაკის სათამაშოდ გეძახის. जहाँ देख रहे हैं आप ქვემოდგელოდება. हाँ मैं კარგი. बस वहीं जा रहा था მოვალ. अब आप चलिए წადი და მეც მალე ჩამოვალ. დროებით. Bye, Sanchi. დროებით, საჩი. भैया ძმაო, भैया ძმაო, საჩი. तुम क्यों ასე डर रही ძალიან რატომ გეშინია? हो? वो इच्छा हमारा कुछ იჩა नहीं ჩვენ बिगाड़ არაფერს დაგვიშავებს. सकती। हमारी किस्मत ბედი हमारे ჩვენს साथ। მხარეზეა. हाँ, अगर გასაგებია, რომ इच्छा और იჩა და तपस्या में ტაპასია დამეგობრდნენ და შეუძლიათ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ ऐसा नहीं არ है, ამგონია. इसलिए घबराने की जरूरत ამიტომ ნურაფრის გეშინია. नहीं। मैं काम करूं। ერთადერთი რაც უნდა दरवाजा ქნა, अंदर से बंद कर კარი ჩაკეტე. და სანამ ჩემს ხმას არ გაიგონებ, बोलना मत ნურავის გაუღებ. तब तक ახლა मैं კი हमारे ჩვენს პატივცემულ पूज्यनीय დადაჯის दादाजी को ჭადრაკში გავანადგურებ და बाजी में मात देकर მოვალ.
ჩაი მიირთვით. ठीक बनी है? კარგად ხართ? बहुत თავი दर्द हो रहा है। ძალიან გტკივათ. मैं दबा გინდით მასაჟს გაგიკეთებთ. चाय წაიღე. हमने नहीं कहा था მისთვის उस აქ खाने მოსვლა არ მithოვია. सिर दर्द თავი कर रहा გტკივა? ხო. है। आपने नहीं არ कहा, გითხოვია, फिर भी მაგრამ दामिनी დამინი მაინც მოვიდა. जो इंसान ადამიანს, इतना რომელსაც हमारे दर्द को უთქმელად समझ შეუძლია लेता है, მიხვდეს რა ხტკივა, कि आज फिर कुछ როგორ უნდა समझ გაუბრაზდე. हम არავის किसी არ से गुस्सा უბრაზდები. नहीं है। दामिनी ने दामिनी अपना शहज़ाद ख्याल रखा, ज़रूर। आपका თავი რომ კარგად იგრძნო. जानबूझ ასეთ ადამიანს თუ ვაწყენინებთ, ऐसे इंसान के हम दुख का कारण სამართლიანი იქნება. नहीं है। მითხარი დევია. अरे धीरे შვიდად, შვიდად. როდემდე უნდა ახვალო? საკმარისია. საკმარისია. बस योगी კარგად ხარ? ठीक है კარგად ხარ? हाँ ხო. इचके हम იჭკი, მაპატიე სატიას და საჩისთან ასე რომ გელაპარაკე. साची सामने से तो हम ऐसे बात करने რა სულელი ხარ? मैं समझती हूँ მივხვდი ასე შეგნებულად მელაპარაკებოდი. კარგია დროზე რომ მოხვედი, თორემ არ ვიცი დღეს რა მოხდებოდა. पता नहीं आज क्या हो जाता अच्छा ये კარგი, მოვრჩეთ ამაზე. მითხარი, ოთახში რამე საინტერესო ხომ არ გიპოვია? ხო, სულ დამავიწყდა. ლაპარაკში დროისთვის გაყვარს, დროზე მაჩვენე. აი ნახე. ნახე. მომეცი. აიღე. რა მოგივიდა? लेना აი ეს მინდოდა. क्या हुआ რა ხდება? ये არაფერი. तप्पू დაპო. तू बच्चे სადაცაა დედა გახდები. ამ ბავშვს აქციელს ვერ ეშვები. अरे वीरी तो უირმა თქვა რომ ბავშვთან ერთად დედაც იბადებაო. და მეც ბავშვობას უბრუნდები. वापस लौट आया ეს ნახე. अच्छा იჩა, ये तो ეს होटल की სასტუმროს रिसीप्ट है ცნობა. हाँ ხო, वीर के नाम पर कमरा ოთახი უირის სახელზეა დაჯავშნილი. იმ ოთახში მხოლოდ ეს იპოვე. რაში გამოგვადგება? तू कैसे როგორ ფიქრობ, არაფერში დაგჭირდება? რა სულელი ხარ? დაგავიწყდა ასეთი ნომერი მამას სახელზეც არის დაჯავშნილი. कोई भी कॉन्फिडेंस როდესაც რაიმე შეხვედრა იმართება, პირადი საუბრებისთვის კონფიდენციალური ოთახი ყოველთვის აქვთ. तू भी ना იჭკი,
უერ შეეკითხე. तू भी სასტუმროში ოთახი ხომ არ დაუჯავშნავს? होटल में रूम बुक कर रखा या ან ვინმე სხვა ხომ არ დაჯავშნა? करवाया თუ ეს ხვამ გააკეთა, მაშინ लेने की जरूरत სანერვიულო არაფერი გვაქვს. और अगर नहीं ამ დაძმას तो रहा दोनों छुआ भाई मुझे बहन ने ना। मिलकर कुछ गड़बड़ की है